სანამ საუბარს დავიწყებთ, მოვნიშნე დღეს საღამოს კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ერთ-ერთი, რომელიც უკავშირდება კითხვაზე პასუხს, მათ შორის სწორედ პირველ რიგში უნივერსიტეტებთან მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მე იმედი მაქვს, რომ ვნახავ, მაგრამ ხო, ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი, ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდიო. ამბობს ბატონი კობახიძე. მე აღარ ჩაუღრმავდები ცინიზმის იმ ხარისხს, რომელიც გამოჩვევი ზოგადად ამ შეფასებებში, მაგრამ აქვე ბატონი კობახიძე თავის კომენტარში ამბობს ასეთ რაღაცას, რომ შევხედე რაო უკმაყოფილო ადამიანების პოზიციებსო, ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი, რის გამოც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოლიტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებას რაიმე უარყოფითი შედეგი შეიძლება მოყვებოდესო. მე თქვენ მოგიწევთ სწორედ იმის გამო, რომ ვისაუბროთ იმაზე, საერთოდ ამ გადაწყვეტილებას როგორ უყურებთ და რატომ მიგაჩნიათ, რომ ეს როგორც გადაწყვეტილების მიღების ფორმის, ასევე მისი შედეგების გათვალისწინებით იქნება ძალიან ცუდი მთელი ქვეყნისთვის. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, მივესალმებით ძვირფას საზოგადოებას. ჩვენ ყველას ძალიან გული შეგვტკივა ჩვენს უნივერსიტეტზე, ჩვენთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება და საერთოდ აზრს ვერ ვხედავთ, რას ნიშნავს ეს გაერთიანება. და რატომ ნიშნავს რაღაცა რეფორმის ფარგლებში სწავლის ხარისხის ამაღლებას და განათლების რეფორმას. ორი დიდი ინსტიტუციის შერწყმა. შერწყმასა და ხარისხის ამაღლებას შორის რატომ დგას სტოლობის ნიშანი, ეს სრულად გაუგებარია. და ამხელა ისტორიული წარსულის მქონე უნივერსიტეტები, როდესაც თესეულს აქვს თავისი ჰუმანიტარული ნიშა, ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს თავისი ტექნიკურ საინჟინრო ნიშა. რა კრიტერიუმით შეიძლება გაერთიანდეს ეს ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი? მე თვითონ თესეუელი ვარ, ძალიან გულშემატკივრობ, რა თქმა უნდა, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ჩემი საყვარელი უნივერსიტეტია და სადოქტორო პროგრამაზე მოვედი ტექნიკურ უნივერსიტეტში და აქ ვარ პედაგოგი და რა ვიცი, ახალი თაობის აღზრდას ვემსახურებით, მთელი ძალისხმევით და არაერთი რეფორმა დავნერგეთ და განვახორციელეთ. SSRK-ს დაშლის შემდეგ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოახერხა, გადარჩა უამრავი ახალი ფაკულტეტის შექმნა და სწორედ აი ამ ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე იყო საუბარი, რომ დუბლირება არ მომხდარიყო და ეს მართლა იყო მსჯელობის საგანი და დუბლირება რო არ მომხდარიყო, მაინც ვღელავდით ამ საკითხზე, რადგან ეკონომიკა, ბიზნესი, სამართალი, ჟურნალისტიკა, პიარი, ესენი ყველაფერი ჩვენთანაც იყო და ეს იყო მსჯელობის საგანი და უეცრად აი ესეც ამოწმენდილზე ვიგებთ ფაქტობრივად გაუქმების გადაწყვეტილებას. არავითარი გაერთიანების კრიტერიუმი არ არსებობს. სრულიად სხვა ნიშა უკავია იმ უნივერსიტეტს, ჩვენ სრულიად სხვა. აქ არის საუკუნოვან ტრადიციაზე საუბარი. ზუსტად 16 იანვარს, როდესაც იყო ჩვენი საიუბილეო თარიღი უნივერსიტეტის, როდესაც თორშდებით ნიკო ნიკოლაძის ძეგლის გაიხსნა. ნიკო ნიკოლაძის ძეგლი რომ გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ყველა იყო. არა, იყვნენ დეპუტატები, იყვნენ მინისტრი, მოადგილეები განათლების და არაფერი მინიშნება. აბსოლუტურად არაფერი, ქება დიდება. ჩვენ ნახეთ, რომ თავად რექტორისთვისაც სიურპრიზი იყო ეს. მართლაც გაუგნებულები ვართ, უბრალოდ ვერ მივხვდით რა დავაშავეთ, რატომ დავისაჯეთ ასე და რას ნიშნავს ეს ყოველივე, რა დააშავა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. ტექნიკურ უნივერსიტეტს დაშავებით ნამდვილად არაფერი დაუშავა. იმიტომ რომ თუ მაინც ადამიანის უნივერსიტეტების პოლიტიკური პოზიციონირების კუთხეს გავუყვებით, დღეს ერთმა სტუმარმა, თქვენმა კოლეგამ ჩვენსავე სტუდიაში სოფო ზურაბიანთან ახსენა, ამიტომ მე თავისუფლებას მივცემ გავიმეორო, თუ კი ვინმე ლოიალური იყო ამ ადამიანთა ჯგუფისა და მმართველობის მიმართ ტექნიკური უნივერსიტეტი ნამდვილად არ იყო ჩვენი უნივერსიტეტი ასე პოლიტიზირებული არანაირად. თუნდაც ილია უნია შემთხვევაში, რომელთა პროფესორ მასწავლებლები ძალიან დიდი ნაწილიც ძალიან მკაფიო და აქტიურად გამოთქვავდნენ როგორც უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათ შორის თავის პოზიციებს. ამ ხრივაც კიდევ უფრო მეტად მოულოდნელია. ან მართლა ყველანაირად მოულოდნელი იყო და გაერთიანების კრიტერიუმებს ვერ ხვდებით საერთოდ რა ლოგიკას ექვემდებარება ეს ყოველივე. და როდესაც აი ამ ჩვენ საიუბილეო ღონისძიებაზე ნიკოლაძის ძეგლის გახსნა, სკვერის მოწყობა, უამრავი ლაბორატორია გაიხსნა და საუკუნოვანი უნივერსიტეტია თავისი
ძირძველი სამეცნიერო ბაზით. აღარაფერს ვამბობ აქ სამთამადნო, მეტალურგიული, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი, უმაღლესი მათემატიკა, პირველი ლექცია უმაღლეს მათემატიკაში ანდრია რაზმაძემ წაიკითხა, პირველი დეკანი ალექსანდრე დიდებულიძე იყო, პირველ სხდომას თვით ივანე ჯავახიშვილი ესწრებოდა. არ ვიცი, ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა საერთოდ. ინფრასტრუქტურულადაც ქალბატონო, ინფრასტრუქტურულად უამრავი კორპუსი. მე პირადად გადაცემა დროებაში 20 წლის წინ და ახლაც მაქვს მომზადებული რამდენიმე სიუჟეტი, რომელშიც აღწერდით იმ უნიკალურ ინფრასტრუქტურას, რომელიც აქვს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს, როგორც მიწის ზევით, ასევე მიწის ქვევით, შახტა ლაბორატორიები და კოსმოსური და ყველაფერი. მათ შორის უცხოელებს უკვე თქვენ ახსენეთ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ძალიან ჭირდა ძალიან ზვირად ღირებული ლაბორატორიები აქვს შემოტანილი საჩუქრად გადაცემული. მილენიუმის ფარგლებში, მილენიუმის პროექტის ფარგლებში, 1000 წლეულის პროექტის ფარგლებში არის შემოტანილი ეს ლაბორატორიები ჩვენთან, ისევე როგორც ჯავახიშვილში და ასევე აბეტ აკრედიტაციის მქონე, ამერიკული აბეტ აკრედიტაციის მქონე პროგრამები გვაქვს, ინგლისურენოვანი და აი მართლა ვამაყობთ ჩვენი უნივერსიტეტით და გიგანტური ნაბიჯებით მივდიოდით წინ და არაერთი რეფორმა დაინერგა და ინოვაციების ავანგარდში ვართ და საინჟინრო სკოლა თავისთავად მოგეხსენებათ როგორია და ინფორმატიკა და რა ვიცი, სამთო-გეოლოგიური, აგრარული ყველაფერი გვაქვს. და არაჩვეულებრივი ლაბორატორიებით არის აღჭურვილი, არქიტექტურა, სამშენებლო, ენერგეტიკა, ფლაგმანია ფაქტიურად რა. რეგიონში. აი არ ვიცით, რას ემსახურება ეს ყველაფერი. თუ ელემენტარულად ორი რაღაცის შერწყმა ემსახურება რაღაცის ოპტიმიზაციას, ხო? ხარჯების შემცირება, არენდის ხარჯები იქნება თუ რაც იქნება, ყველაფერი. ინფრასტრუქტურის, კადრების, ყველაფრის ოპტიმიზაციას, ხო? თუ რაღაცას შერწყმას აკეთებ, ესე იგი რაღაც უნდა შეამციროთ, რაღაცა ეკონომია უნდა გააკეთო, ხო? ხარჯების ეკონომია. და ამ შემთხვევაში ჯერ ერთი ამდენი პროფესურა, ესე იგი ელემენტარულად ეს ხალხი გახდება სოციალურად დაუცველი, ხო? ჩვენ ხო აი ამ რაღაცა მიზერულ ხელფასზე ვმუშაობდით, შრომობდით პატიოსნად ახალი თაობის აღზრდას ვემსახურებით და ანუ ასეთი დაუფასებლობა წინა მთავრობამ გვახსოვს, გაყიდა სასოფლო, გაყიდა ზოოვეტი, გაყიდა ფიზკულტურის ინსტიტუტი, უცხოენები და მოსპო საერთოდ განათლების სისტემა, იმიტომ რომ მთელი კვლევითი ინსტიტუტები და ესენი გააუქმა ფაქტობრივად და ეს შენობები მერე საწავი და კაცმა არ იცის, გაიყიდა ზოგან სასტუმრო გაიხსნა, ზოგან რესტორანი და რა ვიცით, ანუ გაქრა ეს შენობები საერთოდ. და ანუ ამ გზას ვიმეორებთ, რას ვაკეთებთ, რატომ შეიძლება რომ ამხელა ტექნიკური უნივერსიტეტი გაქრას? არ შეიძლება, ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ვინმე დაგველაპარაკა, ვინმე განიხილა ეს საკითხი ჩვენთან, ანუ ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ. რექტორები, მინისტრები მიდიან, იცვლებიან, მოდიან და უნივერსიტეტები რჩება, კაცო, გელათის აკადემიის რექტორი იყო ივანე პეტრიცი და მას რო საფუძვლები არ ჩაეყარა განათლებისთვის, აღმაშენებელი დიდგორს ვერ მოიგებდა. წინა მთავრობის მიმართ როგორც რექტორატის ნაწილის თავდირექტორის და როგორც ეს პროფესორ მასწავლებლების დამოკიდებულება ძალიან მკაფიო და ნათელი არის თქვენ სამ შეფასებაშიც, მაშინ მიღებული გადაწყვეტილებების ეს ყველაფერი აირეკლება, თუმცა თავად რექტორმა, როდესაც ეს ინფორმაცია გაიგო და კომენტარი მიცა ჟურნალისტებს, ჩაუფინა იქ ტექნიკურად თქვა, რომ ესო სააკაშვილის რეჟიმი არ არისო, რომ ASEO ხელაღებითო მიიღონ გადაწყვეტილებებიო და მთლიანად უნივერსიტეტი ისე გააუქმონ, რომ ანგარიში არ გაუწიონ ამხელა კოლექტივს. რა პროცესი მიდის ახლა თავად პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში? რამდენად ერთსულოვანია უნივერსიტეტი ამაში? და რისი იმედი გააქვთ, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია განათლების მინისტრმა, ეს გამოაცხადა უკვე როგორც მიღებული გადაწყვეტილება გამოვიცნეთ. საღამოს უკვე ვნახეთ, რომ კობახიძემ ეს გადაწყვეტილება არათუ დაიცვა, არამედ საკმაოდ ჩემი აზრით უპატივცემლო კონოტაციით შეადარა ეს უნივერსიტეტები, მართლაც მსოფლიოს ფლაგმან უნივერსიტეტებს, გეგონება თუ რაიმე მდგომარეობაშია სახელმწიფო უნივერსიტეტები, მისი ბრალიც ბრიტანეთი და საფრანგეთი, რაც ქვეყანაა, ისიც უნივერსიტეტია და ვცდილობთ ვითარდებით და თუ რაღაცას გაუმჯობესება არის, ადგილზე უნდა გაუმჯობესდეს და იქ უნდა დაინერგოს სიახლე. შერწყმა რატო გულისხმობს გაუმჯობესებას აპრიორი ვერ მივხვდით. ჩვენ ახლა პეტიცია გავაკეთეთ, ხელი მოვაწერეთ, ყველა ფაკულტეტმა, 10-ვე ფაკულტეტმა შეკრიბა საბჭო, ყველა პროფესორმა, აფილირებულმა პროფესორებმა, ყველამ მოვაწერეთ ხელი, რომ არავინ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვითხოვთ დიალოგს. უნდა გაიმართოს დიალოგი, ჩვენ ღია ვართ დებატებისთვის. დაგვიმტკიცონ, მოგვიყვანონ არგუმენტები, რატომ არის ეს გადაუდებელი და გარდაუვალი, რატომ დგას ამის ასეთი გადაუდებელი საჭიროება და აი ესე ჩქარჩქარა ფაქტის წინაშე რატომ დაგვაყენეს
რატომ არ განვიხილეთ ეს საკითხი? აბა რას ემსახურება ზოგადად ღია სივრცე, რას ემსახურება პროფესურა, რას ემსახურება ადმინისტრაცია? რატომ არ მოხდა? ავტონომია დაირღვა, ლეგიტიმაცია შეილახა, ჩვენ ვართ ავტონომიური ორგანო. ჩვენ ეს ადგილზე უნდა განვიხილოთ ყველაფერი და ეს უნდა იყოს რაღაც შეთავაზება, განხილვა, განსჯა, დებატები. რას ნიშნავს ეს პირდაპირ გადაწყვეტილების გამოცხადება? ამიტომაც შედგა პეტიცია და ეხლაც აქცია იყო უკვე უნივერსიტეტის წინ, დილასაც, გუშინაც. როდესაც თქვენი კოლეგები, თანამშრომლები დღეს ამ აქციის მიმდინარეობის დროს პასუხობდნენ ჟურნალისტების კითხვებს, თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი? მათ შორის ესეთ მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე ვერსია დასახელდა, მაგრამ ერთ-ერთი მათ შორის იყო ალბათობა იმისა, რომ კონკურენციას უწევს ვიღაცას თუ რაღაც მოვლენას და დასახელდა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც პროფილურად ჩემი აზრით მაინც უფრო სხვა შედარებით განსხვავებული ნიშა უნდა ქონოდა ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც იყო დაგეგმილი მიუხედავად უზარმაზარი თანხობრივი ინვესტიციებისა. მართლაც ხომ არ გიჩნდება დეჭვი, რომ შეიძლება იყოს ესეც მიზეზი. ესეც გაუგებარია, იმიტომ რომ იქ უნივერსიტეტი 80 ჰექტარზე არაჩვეულებრივი კამპუსი გაკეთებული, არაჩვეულებრივი ბაზა, ინფრასტრუქტურა, რაღაცა მსოფლიო დონის. რა ჩვენ მაგათი კონკურენტები ვართ, ან რა კონკურენციაზეა საერთოდ საუბარი? იქ იყო IT, მენეჯმენტი, მათემატიკა, ეხლა დაემატა სხვადასხვა ფაკულტეტები და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ სტუდენტს მიიღებენ. არაჩვეულებრივი კამპუსია, მომხიბვლელი, აი ნამდვილად თანამედროვე საერთაშორისო დონის. და ჩვენ ამ ჩვენი ინფრასტრუქტურის სადამდეც მოვედით, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ბაზა სამეცნიერო. აი ეს 104 წლის ისტორია, ამას ინფრასტრუქტურით მხოლოდ ვერ შექმნი და ვერავინ ვერ დააძველებს თავის ისტორიას. ეხლა 5 წლის უნივერსიტეტს 104 წლის უნივერსიტეტის დონეზე სამეცნიერო ბექგრაუნდს ვერ გაუკეთებ, ხო? ამ ყველაფერს დრო ჭირდება და რა ვიცი, სად გვეჩქარება? ეს ქვეყანა ჩვენია, ქართველების არის, ისწავლიან აქ სტუდენტები, ჩამოვლენ უცხოელები და რეგიონში მართლა ფლაგმანები უნდა ვიყოთ. რა ვიცი, განათლება და ოქროსაწმისი მისცა, სამყარო, საქართველოს ლითონმცოდნეობა, მედიცინა, პური, ხორბალი, ღვინო, რა ვიცი, თაფლი, ყველაფერი ჩვენ მივეცით და ანუ განათლების კერა უნდა ვიყოთ, განათლების ჰაბი უნდა ვიყოთ. რაღაცა აქედან უნდა მიდიოდეს ცოდნის ტრანსფერი და ერთი კერა, რამდენიმე უნივერსიტეტი უნდა იყოს ასეთი. დასავლეთში ხოა ქუთაისი, აღმოსავლეთში გააკეთონ იგივე კამპუსი, ასეთივე დონის. ამაზე კარგი რა იქნება? დახურვა რას ემსახურება? სახელის გაქრობა როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება ეს გაქრეს? სხვა შორის თქვენ ახსენეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესიც და თქვენმა კოლეგებმა ამჯერად უკვე ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან ისინიც ასევე დაბნეულები არის, სრული გაუგებრობა არის, მათაც მიმართეს პეტიციით და თხოვნით იქაურ რიგებს, მან მაინც გააკეთოს განმარტებები თავისივე თანამშრომლებს, იმიტომ რომ ეს გაერთიანება მათ შორის, როცა ოპტიმიზაციაზე ვლაპარაკობ და ამ შემთხვევაში ჩემი აზრით, სუბიექტური აზრით, ძირითადად ოპტიმიზაცია მაინც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს შეეხებათ, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებსაც შეეხება. აუცილებლად. მარტივად ხო არ იქნება? რა თქმა უნდა, იციან მათ ეს ძალიან კარგად. ეს მოლოდინი არსებობს, მაგრამ აი პოლიტექნიკური უნივერსიტეტთან დაკავშირებით პრობლემები, რომელიც საქართველოს უდგას, თქვენ დასაწყისში ახსენეთ, რომ ეს საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების თუ პერსპექტივებზე უნდა იყოს ორიენტირებული მთელი საგანმანათლებლო პროცესი. თუმეტეს ტექნიკური, ტექნოლოგიური დღეს როგორი აქტუალურია? ჰუმანიტარულისგან განსხვავებით. კონკრეტული ნიშის ხსენება მინდა და პრობლემის ეს არის გეოლოგიის უნიკალური სკოლა, რომელიც ჰქონდა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს. ჩემს ბავშვობაში სამთო გეოლოგიური გრიგოლ წულუკიძე და კორიფეები მოღვაწეობდნენ. კი ბატონო და ეს საოცარი ტრადიციის ხალხი იყო, რა ვიცი მე, საქართველოში მაყურებელი დაგვეთანხმება ქართული გეოლოგიური სკოლა გამოირჩეოდა. არაერთი ფილმი გადავიღეთ ჩვენ ამის შესახებ სხვათა შორის. პროფესიონალიზმით, ასევე აი ამ ადამიანების რაღაც განსაკუთრებული მოვლენა იყო ქართველი გეოლოგია. მეტალურგია, გეოლოგია, რა თქმა უნდა. ჩემი პატივისცემა მათ ყველა მათგანს, ვინც ახლა ცოცხალიან, მათ ხსოვნას და ასეთი რამდენიმე მნიშვნელოვანი სკოლაა. ეს პრობლემები ჩვენ კი არ გვაკლდება, კაცო. გეოლოგიის და უზარმაზარი ტექტონიკური ძვრები მიდის დათბობის თაღოვანი კაშხალები, ყველაფერი ეს ენერგეტიკული სპეციალისტები გველევა ნელ-ნელა საერთოდ ნაცვლად იმისა, რომ ძლიერდება. გავზარდოთ ახალი. ხო, ასეთი ტიპის
ხელაღებით მიღებული გადაწყვეტილებები რა დარტყმას მიაყენებს, ისედაც ძალიან სწორედ ეს არის ჩვენი არგუმენტები, ბატონო გიორგი, სწორედ ეს გახლავთ ჩვენი არგუმენტები. ჩვენს ბაზაზე არის ზუსტად არაერთი ასეთი სკოლა, თავისი უძველესი ტრადიციებით და ბექგრაუნდით. და ამ სკოლის მოსპობა, აი ასე, რომ მისი სახელი გაქრეს, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. და საქართველოსთვის ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ჩვენ მსოფლიოში ჩვენი სავიზიტო ბარათი უნდა იყოს ეს. ტექნიკური უნივერსიტეტი არის ბრენდი, საუკუნოვანი, ჩამოყალიბებული, სახელოვანი. და დღეს მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერებები ჩვენ ვერსად ვერ წავალ. ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, ტექნოლოგიებზე, ტექნიკურ მეცნიერებებზე რამხელა გათვლა დღეს, რამდენი სტარტაპები კეთდება, სილიკონის ველის ანალოგი უნდა ვიყოთ ჩვენ და აი ამ კუთხით უნდა ვითარდებოდეთ და გვაქვს ამის პოტენციალი. ასე უნდა ვიყოთ. სტენფორდის ბაზაზე არ შეიქმნა სილიკონ ველი, დეკანმა შექმნა სტუდენტებთან ერთად და აი ამ ბაზაზე განახორციელა. მაგაზე გეტყვით პასუხს გოგობახიძე დაგიბრუნოთ, რომ სტენფორდი თქვენ ახართ. და რატომაც არა, თუ ჩვენ კიდეს დღეს პასუხი რომ ეგენიც გაუმჯობესებაზეა საუბარი. თუ გაუმჯობესებაზეა საუბარი, განვითარდეთ. პრემიერ-მინისტრი თავის მთავარ უნივერსიტეტებზე ის მე მგონია ძალიან ცუდია. არც საქართველო არ არის ამერიკა. თუ განვითარდებით, როგორც ქვეყანა განვითარდება, ისე უნივერსიტეტები განვითარდება და ტემპიც ზუსტად ის იქნება შესაბამისი.